საფრანგეთის ბირთვული პოლიტიკა წლების განმავლობაში შეფასებული იყო როგორც სტრატეგიული ბუნდოვანება. სწორედ ამ ტერმინს იყენებდნენ, რადგან არ იყო ცნობილი თუ რა შემთხვევაში და რა ტიპის ბირთვულ არსენალს გამოიყენებდა პარიზი, მაგრამ ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროპის უსაფრთხოება. და გარკვეულწილად შეიცვალა ვითარება უკრაინასთან მიმართებაშიც. ამის შემდეგ უკვე საფრანგეთში ღიად საუბრობენ, რომ პარიზის ბირთვული არსენალი ფარავს საფრანგეთის ტერიტორიას და რომ საუბარი შეიძლება უკვე დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, რომ პარიზმა უზრუნველყოს ევროპის ბირთვული უსაფრთხოება და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ სწორედ ევროპის ბირთვულ არსენალზე. თუმცა თავდაპირველად მინდა მოგითხროთ, რა ვითარება ამ მსოფლიოში ბირთვულ სახელმწიფოებს რა ბირთვული არსენალი აქვთ და ეს მონაცემები განთავსებულია მსოფლიო ბირთვული იარაღის გავრცელებლობის საერთაშორისო კამპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე და მასზე ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 5244 ბირთვული ქობინი. გაერთიანებულ სამეფოს 225, საფრანგეთს 290, ისრაელს 90, პაკისტანს 170, ინდოეთს 164, რუსეთს 5889 ერთეული ბირთვული ქობინი აქვს. რაც შეეხება ჩინეთს, ეს არის 410 ბირთვული ქობინი და ბოლოს ჩრდილოეთი კორეა 30 ბირთვული ქობინი. ეს არის ზოგადად ის ინფორმაცია, რომელიც როგორც აღნიშნე, არის განთავსებული ბირთვული იარაღის გავრცელებლობის საერთაშორისო კამპანიის ვებსაიტზე და ეს ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს მსოფლიოში ბირთვულ სახელმწიფოებს და მათ არსებულ ბირთვულ არსენალს. ახლა დაუბრუნდეთ კვლავ ევროპას, რა ვითარება გვაქვს ევროპაში და როგორც ცნობილია, როგორც აღნიშნეთ, ევროპაში არის ორი ბირთვული სახელმწიფო, ეს არის დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. დიდი ბრიტანეთს, როგორც აღნიშნეთ, აქვს 225 ბირთვული ქობინი, ხოლო საფრანგეთს 290. და აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ საფრანგეთი იყო მეოთხე ბირთვული სახელმწიფო, რომელმაც 1960 წელს თავისი პირველი ბირთვული იარაღი გამოსცა და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ. საფრანგეთის ბირთვული პროგრამა იწყება სწორედ 1960 წლიდან და მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ საფრანგეთი 1963 წელს არ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმებას ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვასთან დაკავშირებით და სწორედ ამ პერიოდში 1960 წლიდან 1995 წლამდე პერიოდში საფრანგეთმა ფრანგული პოლინეზიისა და ალჟირის პოლიგონებზე 210-ზე მეტჯერ გამოსცა და ბირთვული შეიარაღება და 1971 წლისთვის საფრანგეთს ჰქონდა სრულფასოვანი ბირთვული ტრიადა, ანუ ბირთვული იარაღი ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. რაც შეეხება ამერიკულ არსენალს ევროპის მასშტაბით, ამერიკის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება განლაგებულია ნიდერლანდებში, გერმანიაში და ბელგიაში 15 ერთეული ბირთვულ ქობინზეა საუბარი, იტალიაში 35, ხოლო თურქეთში 20 ერთეული ბირთვული ქობინი. აქვე რუკაზე ნაჩვენებია რუსეთის მხრიდან რა ტიპის სად არის უпроსორად განლაგებული ბირთვული არსენალი ევროპის მიმართულებით და როგორც ცნობილია, რუსეთმა შეიტანა გარკვეული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ბელარუსიაში, თუმცა უცნობია რა რაოდენობის იარაღზეა საუბარი. მოკლედ ახლა საუბარი დაწყებულია საფრანგეთის გაძლიერებაზე, თუმცა რესურსებიდან გამომდინარე, ძნელია ამ არსებული რესურსებით საფრანგეთმა კონკურენცია გაუწიოს და დაფაროს რუსეთის ბირთვული შესაძლებლობები და ცალსახად საჭიროა ბირთვული არსენალის გადაიარაღება და მოდერნიზაცია საფრანგეთის. და მნიშვნელოვანი საკითხი მინდა შეგახსენოთ 2022 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ერთ-ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა ესეთი იდეა წარმოჭრა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა ერთად უნდა იმუშაონ, ასე ვთქვათ, ევროპის ბირთვულ უსაფრთხოებაზე. მაშინ ამ იდეას არანაირი წინსვლა არ მოყოლია, თუმცა წლები გავიდა და ახლა უკვე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი საუბრობს, რომ საფრანგეთმა უნდა
დაფაროს მთლიანი ევროპა და უზრუნველყოს ევროპის ბირთვული უსაფრთხოება. ამაზე საუბრობს პოლონეთიც და მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთს არსებული რესურსებით უკვე შეუძლია გარკვეული პოზიციონირება გააძლიეროს ევროპის მასშტაბით, მაგალითად განალაგოს ბირთვული იარაღის მატარებელი საავიაციო საშუალებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ან აქტიურად ჩაერთოს ბირთვული იარაღით სხვადასხვა სწავლებებში და გასულ წელს საინტერესოა, რომ ნატოს სწავლებაში საფრანგეთმა ჩართო თავისი ბირთვული ავიამზიდი ამ სწავლებაში და ჩვენ ევროპის ქვეყნების ბირთვულ შეიარაღებაზე ვესაუბრეთ სამხედრო მიმომხილველს და მოდით მოვუსმინოთ ამ ინტერვიუს. ევროპის ბირთვულ არსენალზე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ კითხვებს უპასუხებს სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი. მოგესალმები გიგა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა მექნება, როდესაც საუბარი არის საფრანგეთზე, რა ტიპის შეიარაღება აქვს საფრანგეთს, საუბარი მაქვს ბირთვულ არსენალზე, რა არის ცნობილი? შედარებასავით რომ გავაკეთოთ, საფრანგეთის ერთიანი ბირთვული შეიარაღების პოტენციალი და აქეთ დიდი ბრიტანეთისაც ჯერადობით ძალიან სერიოზულად ჩამოუვარდება აქ ამერიკული ან რუსული ან თუნდაც ჩინური ბირთვული არსენალი რო ავიღოთ. საფრანგეთის შეიარაღებაში არსებობს მთელი რიგი ორგანიზაციები საერთაშორისო, კერძო ორგანიზაციებიც, ვინც ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და პლუს ამას ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც რაღაც ძალიან განსაკუთრებულად არის გასაიდუმლოებული, მეტნაკლებად ოფიციალური ინფორმაციას ამაზე თვითონ სახელმწიფოები გასცემენ. მოკლედ 2024 წლის ბოლოსკენ ესეთი მდგომარეობა იყო 290 ერთეული ბირთვული მუხტი იყო საფრანგეთის შეიარაღებაში. ამ ბირთვული მუხტების დიდი ნაწილი დანაწილებული იყო წყალქვეშა-ნავებიდან გაშვებად სტრატეგიული დანიშნულების რაკეტებზე, ესეთი არის M51 ტიპის რაკეტები არის საფრანგეთის შეიარაღებაში, რომელიც 4 ერთეულ ტრიუმფიას კლასის ატომურ წყალქვეშა-ნავზე არის. თითო ნავზე 16 რაკეტა, ეს არის დაახლოებით 10000 არსებობს რამდენიმე ქვემოდიფიკაცია ამ რაკეტების და 9000-დან 10000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტები არის. დანარჩენი მუხტები არის საავიაციო გაშვების ფრთოსან რაკეტებზე და სავარაუდოდ მაიყოს რაღაც გარკვეული მცირე რაოდენობა არის ამაზეც რაღაც ზოგადი ინფორმაცია. ჩვეულებრივი კლასიკური ტიპის საავიაციო ბირთვული ბომბები აქცენტი უფრო ბალისტიკური რაკეტების მუხტებზე არის და თვითონ იმაზე, რა ქვია, სხვა საავიაციო ფრთოსან რაკეტებზე. 290 იყო წინა წლებში განცხადებები, რომ მკვეთრად უნდა გაზრდილიყო ბირთვული მუხტების რაოდენობა, თუმცა ესეთი რაღაც ძალიან სწრაფად არ ხდება და უახლოეს წლებზე არის გაწერილი, უახლოეს 15 წელზე არის გაწერილი, ხა ზუსტად რა რაოდენობაზე ავლენ უცნობი არის, თუმცა ალბათ ტემპები მოიმატებს არსებული ვითარების გამო. ეს ახლა 290 ერთეული ძალიან მოკრძალებული რაოდენობაა რუსულ არსენალს თუ შევადარებთ, ამერიკულ არსენალს თუ შევადარებთ, თუმცა არის ის რაოდენობა, რაც საკმარისია, ასე ვთქვათ, ბირთვული ქვეყნის, ასე ვთქვათ, ბირთვული პოლიტიკის საწარმოებლად ესე. ის რა საინტერესოა ესეთი ფაქტი, რომ ზოგადად საფრანგეთის ბირთვული სტრატეგია დაფუძნებული იყო ერთგვარად სტრატეგიული ბუნდოვანება, ესე ტერმინს იყენებენ და არ იყო ცნობილი რა ტიპის შეიარაღებას რა შემთხვევაში გამოიყენებდა, თუმცა ბოლო პერიოდში საუბარი უკვე აქტიურად მიდის, რომ საფრანგეთის ბირთვული ქოლგა ფარავს საფრანგეთს და ცდება. აი საინტერესოა ეს შეიარაღების ტიპები, რომელიც ჩამოთვალე. რა მანძილს ფარავს და საჭიროება დადგება თუ არა, რომ ფრანგული ბირთვული არსენალის ევროპის სხვა ქვეყნებში გამოჩნდეს. რაც შეეხება რადიუსებს, აი ყველაზე ქვედადოვანიდან რომ დავიწყოთ, მაგალითად საფრანგეთს აქვთ ბირთვული მცირე ზომის ტაქტიკური რა ვარქვათ, მოდი, ტაქტიკური ბირთვული მუხტები, რომელიც გათვლილი არის აი ამ სკალპის ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის, არის კიდე სხვა კონფიგურაციის ფრთოსანი რაკეტები კონკრეტულად ბირთვული მუხტების გაშვებაზე და შემოიფარგლებიან მანძილით 500 600, 700, 900 კილომეტრამდე ფრთოსანი რაკეტები. 500 კილომეტრის სკალპის შემთხვევაში ეს სკალპი ცნობილი Storm Shadow არის და უკრაინაშიაც გამოიყენება. ბირთვული კონფიგურაციები, მისი გაშვება შეუძლიათ Mirage 2000 ხუთებს, კონკრეტულ უკვე მოდიფიკაციებს, რომელიც ამაზე არის ინტეგრირებული და Rafale ტიპის
თანამედროვე ფრანგულ გამანადგურებლებს და ზედა დონე უკვე სტრატეგიული დონე წეღან როგორც მოგახსენეთ M51 და M51-2, ანუ ეს უკვე მოდიფიკაცია არის ამ რაკეტის 9000 და 10000 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი. 10000 კილომეტრი უკვე ის მანძილია წყალქვეშა შემთხვევაში, რომელთაც პრაქტიკულად პლანეტის ნებისმიერ წერტილი შეუძლია დაფარონ, გააჩნია ეს წყალქვეშა ნავი, საიდან გაუშვებს ამ რაკეტას რა. ეს არის ის მანძილები. რაც შეეხება ტრიადას, ტრიადა საფრანგეთს არ ყავს ამ სტრატეგიული ბომბდამშენები, რომელიც ბირთვულ რაკეტებს გაუშვებენ ბირთვულ რაკეტებს ან ჩვეულებრივი ბირთვული ბომბებით მოახდენენ დაბომბვას, საფრანგეთის შეერაღებაში არ არის. ამით შემოიფარგლება. ევროპის კონტინენტზე არის ამერიკული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებაც. ცნობილია ქვეყნები, სადაც არის განლაგებული ეს და აი ამ იარაღზე რომ გვესაუბრო, რა ტიპის იარაღზეა საუბარი ეს ტაქტიკური შეიარაღება რა? კი, ამერიკული იმაზე და აი ორი სიტყვით თუ შეიძლება ბრიტანული იმაზეც რო თქვა. ხო, ბრიტანეთის შეიარაღებასაც შეეხება სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, აქაც 4 ერთეულ ვენგარდის ტიპის წყალქვეშა ნავზე არის, ატომურ წყალქვეშა ნავზე განლაგებული ეს რაკეტები. ამერიკული ტრაიდენტ 2 ტიპის რაკეტები აქვს დიდ ბრიტანეთს და მუხტების საერთო რაოდენობა მათი ოფიციალური ინფორმაციით 225 ერთეული. აქაც მცირე რაოდენობა არის, თუმცა საკმარისი რაოდენობა არის სიტყვაზე სერიოზული, ასე ვთქვათ, ბირთვული დარტყმების მისაყენებლად პოტენციური მოწინააღმდეგისთვის. პლუს ამას რომ ეს რაკეტები, ტრაიდენტები და ის ფრანგული რაკეტების შემთხვევაშიც განცალკევებადი ქობინებით არის. ფრანგულ რაკეტებში M51-ებში 8-დან 12 ერთეულამდე ქვემუხტი, ანუ ცალკეული მუხტი არის განლაგებული, რომელიც კოსმოსურ სივრცეში გაშლას აკეთებს და სხვადასხვა მიმართულებით მიიმართება, მიფრინავს და ტრაიდენტებშიც ასე არის, ანუ საკმაოდ სერიოზული ძალა არის ეს 225 მუხტი, რომელიც დანაწილებული არის აი ამ ტრაიდენტის ტიპის რაკეტის ქობინებში. რაც შეეხება საავიაციო კომპონენტს, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, თუმცა სავარაუდოდ შტორმშედეუს რაკეტებზე უნდა გქონდეთ ტაქტიკური ბირთვული მუხტებიც ბრიტანელებს და სახმელეთო კომპონენტში აი ტომაჰავკის ტიპის რაკეტები აქვთ მაგალითად ბრიტანელებს საზღვაო ხომალდებიდან გაშვებადი, წყალქვეშა ნავებიდან გაშვებადის და ტომაჰავკებზე ბირთვული მუხტები არ არის ოფიციალურად, ეს ცივი ომის პერიოდში იყო უფრო. რაც შეეხება ამერიკულ კომპონენტს, ამერიკულ ბირთვულ ძალას ევროპაში ბევრად უფრო სერიოზული იყო ცივი ომის პერიოდში, აი 80-იანების ბოლოსკენ და 90-იანების ბოლომდე, აი 2000-იანების დასაწყისშიც რო ავიღოთ ძალიან სერიოზული რაოდენობა იყო, შედიოდა სხვადასხვა ტიპის ფთოსანი რაკეტები, ჩვეულებრივი ბირთვული ბომბები, ფთოსანი რაკეტები, ბირთვული ბომბები სახმელეთო კომპონენტში საარტილერიო ატომური ჭურვებიც იყო, რომელიც ეტაპობრივად განადგურდა ესენი და ამ ეტაპზე დარჩენილი არის ძირითადად საავიაციო საბრძოლო მასალები, ისიც შეზღუდული რაოდენობით ფთოსანი რაკეტები და ჩვეულებრივი B-61 ტიპის ატომური ბირთვული ბომბები. და ბოლოს მინდა კითხო ახლა, რადგან საუბარი არის უფრო საფრანგეთის ლიდერობაზე, რომ ევროპის ბირთვული უსაფრთხოება, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლოს ამერიკის შეერთებულ შტატებისგან, გადაიბაროს, რა ჭირდება იმ არსებული შეიარაღებიდან გამომდინარე, ვახსენეთ, რომ ბირთვული ტრიადა არ აქვს, გარკვეული სტრატეგიული ბომბდამშენები არ აქვს და აქედან გამომდინარე რესურსები ნაკლებია, რა ტიპის შეიარაღების მოდერნიზებაზე იქნება სავარაუდოდ მომავალში საუბარი, რომ დაფაროს სრულად ევროპის კი, ევროპის მიმართულებასაც შეეხება, ახლა აქ საუბარია რაზე, ევროპის გაერთიანებულ ძალაზე როცა არის საუბარი, ეს ფრანგული სისტემები შეიძლება ბალტიისპირეთის მიმართულებაზე დადგეს, შეიძლება გერმანიაში დადგეს, ხო? პოლონეთშიც, ხო? ანუ რუსეთის საზღვრებისკენ წინ მიიწევს. არ არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაინც და მაინც რაღაც 10000 კილომეტრზე მოქმედ რაკეტებზე გაკეთდეს აქცენტი. აქ საუბარი უფრო ამ რაზე 1000-1500 კილომეტრამდე მოქმედი ფთოსანი რაკეტები, რომელიც აი ცივი ომის პერიოდში ამაზე კეთდებოდა უფრო აქცენტი, საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომელიც აი ურალსაკეთ არსებულ რუსულ რესურსებზე წდომას შეძლებდა ბირთვული მუხტებით. რუსებიც ახლა ევროპის თეატრზე როცა არის საუბარი, რუსები მაინც და მაინც რაღაცა ბულავაზე, სარმატებზე და ტოპოლებზე არ აკეთებენ მაინც და მაინც აქცენტს, ანუ ევროპაში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურას, უფრო ისკანდერები და კალიბრის ტიპის ფთოსანი რაკეტები, 2500 კილომეტრიანი კალიბრის ტიპის ფთოსანი რაკეტები ბირთვულ კონფიგურაციებში და ისკანდერი განსაკუთრებით. ახლა ისკანდერზე რუსებს კალინინგრადის
სტალინგრადშიც აქვს ისკანდერები, თვითონ რუსეთის ტერიტორიაზეც თლად ესეთი მარტივიც არ არის მათი ასე ვთქვათ სრული რაოდენობის ჩამოყრა. პლუს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ერთიან რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგას. თუ აქედან სიტყვაზე ამერიკული ძალები არ უზრუნველყოფენ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ასე ვთქვათ ტექნიკურ უზრუნველყოფას ტადის სისტემები იქნება თუნდაც პეტრიოტის რაკეტსაწინააღმდეგო კონფიგურაციები ევროპას ასე ვთქვათ მოუწევს ამაზე ფიქრი. თან საუბარი არის არა მარტო ახლო მანძილებზე, არამედ შორ მანძილებზე. აი მაგალითად როგორც არის კოსმოსურ სივრცეში რაკეტების გზის გადაჭერის საშუალებები ამერიკული როგორც არის სტანდარტის რაკეტები ან GBI-ის ტიპის გადამჭერი საშუალებები.